მეგობრებო, მარშალის და ჩეისის მანქანა პაუ პატროლიდან ავარიაში მოხვა. მოდით ვნახოთ ვიდეო ამაზე. სწორედ იმ TikTok-ზე ვხედავთ მარშალს და ჩეის. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან. რა მოხდა შემდეგ? ღმერთო ჩემო, რაღაც მიზეზით მარშალი ჩეისს შეეჯახა. ღმერთო ჩემო, რა მოხდა შემდეგ? არა, ეხლა ჩეისის მანქანა გადაბუნებულია. ის მარტო დარჩა. ღმერთო ჩემო, მგონია რომ ჩეის ეხლა ჩვენი დახმარება სჭირდება. რა მოხდა იქ? მეგობრებო, მგონია რომ ავარია იმ ინდორზე მოხდა და თუ ვუყურებთ, იქ რაღაც ჩეისის მანქანას გავს. ღმერთო ჩემო, ჩეის ეხლა ჩვენი დახმარება სჭირდება. მოდით დავითვალოთ სამამდე და ჩეისის დასახმარებლად მე ჩემს მოტოციკლეთს გამოვიყენებ. წავიდეთ. ჰეი, ჩეის, დამელოდე. მოვდივარ შენთან, ჩეის. აიღეთ ოკი, ჩეის. იაჰუ, კი ბიჭებო, ისაკა პირდაპირ ჩემს წინ. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ვაუ, ბიჭებო, ეს მანქანა ზუსტად ისეთია, როგორიც ვიდეოში და TikTok-ებში ვნახეთ. მაგრამ ბიჭებო, ეს რა არის? რაღაც წითელი ძივსგდია. ღმერთო ჩემო, და ეს წითელი ნაწილები ყველგანაა და ისინი ზუსტად ჩეისის მანქანის წინ არის. მაგრამ ბიჭებო, ეს ჩეისის მანქანაა რეალურ ცხოვრებაში. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ეს სიგიჟეა. ანუ ავარია ნამდვილი იყო. ნაწილები აქაა და ჩეის მანქანაც, მაგრამ ლეკვები სად არიან? ძაღლები სად არიან? ჩეისი! მარშალი! ისინი წავიდნენ! მე არ ვიცი ისინი. ნახეთ, არა ბიჭებო, ეს მარშალის ჩაფხუტია. ეს მარშალის მეხანძრის ჩაფხუტია. ასე რომ ის აქ იყო და რაღაც მიზეზით ჩეისის მანქანას შეეჯახა. მაგრამ ისინი სადღაც უნდა იყვნენ. შეიძლება ზევით არიან. შეიძლება ლეკვები ზევით არიან. წავიდეთ ბიჭებო, ეს დაუჯერებელია. ჩვენ ნამდვილი ჩეისის მანქანაში ვართ. ზუსტად ასეთი. ბიჭებო, თუ ჯერ კიდევ უყურეთ, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ და მოიწონოთ ეს ვიდეო თუ გიყვართ პაუ პატროლი. მაგრამ ბიჭებო, უნდა მოვიკრიბოთ ყურადღება. უნდა ვიპოვოთ მარშალი და ჩეისი. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. სინამდვილეში აქ შეგვიძლია ვიპოვოთ ბევრი მარშალის ნივთი. მაგალითად, მისი პოლიციის ჩაფხუტი და უნიკალური ზურგჩანთა. ღმერთო ჩემო, მას ძალიან ხმამაღალი დინამიკი აქვს. ასე რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ლეკვების გამოსაძახებლად. ჰეი მარშალ, არ მუშაობს. ბიჭებო, ეს სისტემა ამბობთ, რომ ჩეისი შიგნითაა და შეგვიძლია ეს მანქანა ჩავთოთ, რომ ვიაროთ. ეს სიგიჟეა, მაგრამ როგორ შეგვიძლია ნამდვილი ჩეისის მანქანა ჩავთოთ? ეს ინსტრუქცია. დააჭირეთ ძრავის დასაწყებად. უნდა ვიპოვოთ რაღაც ვილაკი. მას ბევრი აქვს. კარგი, რაღაც ხმაა, მუშაობს, ყველა სისტემა მზადაა. ეხლა შეგვიძლია ჩეისის ნამდვილი მანქანით ვიაროთ. მაგრამ ეხლა ყველა სისტემა კარგად მუშაობს და შეგვიძლია მარშალს ხმამაღალი დინამიკით დაუკავშირდეთ. კარგი, მოდი როგორმე ჩავთოთ. კარგია, მუშაობს. მარშალო! მგონი რაღაც მიზეზით მანქანა დატოვა ბიჭებო, მაგრამ ეხლა ჩეისის ნამდვილი მანქანა მუშაობს. ასე რომ შეგვიძლია ჩავჯდეთ და სადმე ახლოს ჩეისი ვიპოვოთ. განვაგრძოთ მგზავრობა. ეს უბრალოდ დაუჯერებელია ბიჭებო. ნამდვილი ჩეისის სათვირთოთი ვაპირებ მგზავრობას. თავზე მახურავს ჩეისის ჩაფხუტი პაუ პატროლიდან. ნამდვილი ზურგჩანთა როგორიც ჩეისს აქვს და მისი მანქანა. მაშასე დრო ვიაროთ. წავიდეთ. ყველა სისტემა მზადაა და ჩვენც მზად ვართ გასასვლელად. ღმერთო ჩემო, ეს მანქანა ძალიან კარგია. ისეთი მაგარია, მიყვარს. ეს სისტემები, ეს რილაკები, ეს ძალიან მაგარია. ნამდვილი ჩეისივით მივდივართ. ვაუ, მოიცადე. ეს მანქანა არ კონტროლდება. ვაუ. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. მაგრამ მაინც უნდა ვიპოვოთ ჩეისი და უნდა ვიპოვოთ მარშალი. სად არიან ისინი? მაგრამ ეს რა არის ბიჭებო? მოიცადეთ. ეს ყველაფერი რა არის? ღმერთო ჩემო, ეს რაღაც სახის ჩაფხუტია და ისიც პაუ პატროლისგან არის. აქ 0 წერია. ესე რომ ეს რაიდერისია ბიჭებო, ეს რაიდერის ჩაფხუტია. ესე იგი რაიდერიც აქ იყო, მარშალის და ჩეისიც. მაგრამ ბიჭებო, ნახე, აქ კიდევ რაღაცა. ეს ნამდვილი პაპიპედია. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა ლეკვი გამოიძახოთ. ამ ნივთის გამოყენებით შეგვიძლია სხვადასხვა ლეკვი გამოვიძახოთ. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ, ვის უნდა დაუძახოთ. ალბათ უნდა დაუძახოთ მარშალს, ან იქნებ სკაის.
მაგრამ ფიქრობ, უნდა დაუძახოთ ჩეის, რადგან ჩეისის დახმარებით შეგვიძლია მარშალსაც დავეხმაროთ და რაიდერიც ვიპოვოთ. მარშალის მანქანა უკვე ვიპოვეთ. მოდი ჩეის დაუძახოთახლავე. ჩეის, გამარჯობა. რამე რაღაც სიგნალთან არის პრობლემა. გონია მხოლოდ ჩეისი დაგვეხმარება რაიდერის და მარშალის პოვნაში. Hey, ეს ვინ არის? ღმერთო, ეს ჩეისია. ჩეის, გამარჯობა. ჩვენ ვიპოვეთ ძალიან საყვარელი ჩეისი რეალურ ცხოვრებაში და ვიპოვეთ ჩეისის მანქანაც. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაქვს, ჩეის. უნდა ვიპოვოთ მარშალი და რაიდერი. მაჩვენე გზა. ის სადღაც გარბის. ჩვენ უნდა გავყვეთ მას. ბიჭებო, ჩვენ უნდა გავყვეთ ჩეის. წავიდეთ. ერთად შეგვიძლია ყველა ლეკვის პოვნა. მოდით. ის ძალიან სწრაფად გარბის. უი, მოიცადე. ჩეის მაგ მობიყვანა. ჰეი, ჩეის. ის ჯერ კიდევ ეძებს მარშალს, ბიჭებო. ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარშალი აქ იყო და ცაში აფრენას ცდილობდა. ნახეთ რა მაგარია, ნამდვილი მარშალის გლაიდერი. მოდით შევამოწმოთ, მართლა მუშაობს თუ არა. ვაუ! ეს სიგიჟეა. ეს მართვა მისი გლაიდერია. სადღაც გაფრენას გეგმავდა. ბიჭებო, იდეა მაქვს. მოდით ჩვენი მფრინავი დრონი გაუშვათ და იქნებ მარშალის მანქანა და თვითონ მარშალიც ვიპოვოთ სადმე ახლო. კარგი, დრო მოვიდა. გაუშვათ დრონი. ბიჭებო, წავიდეთ. სიდან სადმე მარშალს ვიპოვით. კარგი ბიჭებო, ეხლა ამ მინდვრის ზემოთ ფრინავ. მოდით ნახოთ, რას ვიპოვით იქ. ჰეი ბიჭებო, ნახეთ, რაღაც კვამლია. ესე იგი, ეს მინდორი იწვის. მარშალი შეიძლება იქ იყოს. დიე, ხედავ სიგარეტს. ეს შეიძლება მარშალის მანქანა იყოს. უნდა წავიდეთ იქ. წამოდი, მარშალს ვიპოვით. ხმეტო, ნახე, რამდენი კვამლია. ხო და იქ რაღაც იწვის და ნახე. ეს არის სახანძრო შლანგი. და ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რაღაც ტიპის მარშალის ცეცხლმაქრი. კარგი, მოდით გამოვიყენოთ ის, რომ შევაჩეროთ ცეცხლი. ხმერთო ჩემო. შევაჩერეთ. მაგრამ მოიცადეთ ბიჭებო. ეს რა არის? არა. ეს ნამდვილი ცეცხლი არ იყო. ეს იყო მერი ჰამდინგერის კვამლის მანქანა. ასე რომ ბიჭებო, მერი ჰამდინგერი ჩართულია. მას შექმნა ეს ყალბი ცეცხლი, რათა მარშალი და ჩეისი გამოეძახა და შემდეგ ისინი დაატყვევა. ეს ნიშნავს, რომ მარშალს და ჩეის ისევ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რადგან შეიძლება მერი ჰამდინგერმა დაატყვევა ისინი, იმიტომ რომ ეს ყალბი კვამლის მანქანაა. მაგრამ ბიჭებო, იდეა მაქვს, შეგვიძლია ეს გრძელი ცეცხლის კვალი განოვიყენოთ მინიშნებად და მივყვეთ მას. შეიძლება ამ ცეცხლის კვალის ბოლოს შევძუოთ მარშალი ვიპოვოთ. ვინ იცის? შეიძლება მისი მანქანა ან რამე მსგავსი იყოს. წავიდეთ. ასე რომ დასასრულს უახლოვდებით ბიჭებო. ხმერთო ჩემო, ეს მარშალის სპეციალური სამედიცინო კოსტიუმია. უბრალოდ შეხედეთ ამას. ეს მარშალის ძალიან განსაკუთრებული სამედიცინო ზურგჩანთაა. ამ ნივთის გამოყენებით ყველაფრის სკანირება შეგვიძლია. კარგი, მოდი ჯერმე გამსკანერეთ. ეს ნივთი მუშაობს. მოდი ის ტყეები გავსკანეროთ. მოიცადე რა. სახლი სადღაც იქ იპოვეს. ასე რომ ვიღაც იქ არ არის. სკანერმა თქვა რომ ვიღაც არის. ნამდვილად. მოიცადე ვინ არის იქ. ჩეისი! ეს ისევ შენ ხარ. შემაშინე. მეგონა მერი ჰამდინგერი ან ვინმე სხვა იქნებოდა. კარგი, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძიება. რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ სხვა ლეკვები. დავბრუნდეთ ჩეისის მანქანასთან, კარგი? ეხლა ისევ ჩეისის მანქანასთან ვართ და შეგვიძლია გავაგრძელოთ გამოძიება. წავიდეთ. მაგრამ ჯერ, ბიჭებო, თუ ჯერ კიდევ უყურებთ, არ დაგავიცნეთ, გამოიწეროთ და მოიწონოთ ეს ვიდეო. და ბიჭებო, თუ იცით პაუ პატროლის ყველა ლეკვის სახელი, დაწერეთ კომენტარებში ახლავე. მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ საკმარისად ჭკვიანი ხართ. გამოვდივართ ჩეისის მანქანიდან, ასე რომ მზად ვართ გავაგრძელოთ მგზავრობა. კარგი, დავზვიათ მანქანა. რა? ჰექსერია რომ ბორბლის გაუმართავობა გამოვლინდა. ასე რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია ჩეისის მანქანით სვლა. რაც შეიძლება მალე უნდა შევაკეთოთ, რომ ყველა ლეკვი ვიპოვოთ, რადგან მარშალს ჯერ კიდევ ჩვენი დახმარება სჭირდება, ასევე რაიდერსაც. კარგი, მოდი შევამოწმოთ, ყველაფერი შევაკეთეთ თუ არა.
დიახ, ეკრანზე წერია, რომ გაუმართავობა გამოსწორდა. შეგვიძლია თავგადასავალი გავაგრძელოთ. ამ ყველაფრის შესაკეთებლად ბორბლები უნდა შევამოწმოთ. იცადე. ღმერთო ჩემო, გახსოვს, ეს მარშალის მანქანის ნაწილია. ეს რაღაც გაჭედილია. ეს ისე ძლიერად გაჭედილია, რაღაც კაუჩს გამოვიყენებთ, რომ ეს რამე ამოვიღოთ. მაგრამ კაუჭები არ მაქვს. ჩეისის ზურგჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს კაუჭი. ჰეი, ჩეი! შენ ზურგჩანთაში რაღაც ტიპის კაუჭი ხო უნდა იყოს, არა? კარგი. მაგრამ ეს როგორ იმუშავებს? ვა, ბიჭებო! ჩეისის ზურგჩანთაში ნამდვილი კაუჭია. მოდი გამოვიყენოთ ეს გაუმართავობის გამოსასწორებლად. აქ დავამაგრებთ კაუჭის სამაგს და შემდეგ მოვხსნით. ხო, მართლა იმუშავა. ჩეისის ზურგჩანთა ძალიან ძლიერია. მოდი შევამოწმოთ, გამოსწორდა თუ არა გაუმართავობა. დიახ, მეგობრებო, ჩვენ მართავთ ნამდვილი ჩეისის მანქანას. ყველაფერი წესრიგში ჩანს. მაგრამ კიდე უნდა წავიდეთ, რომ ყველა ლეკვი ვიპოვოთ. ჩვენ არ ვიცით, სად არის რაიდერი და მარშალი სად არის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისინი, ბიჭებო, შეიძლება სადღაც ახლოს იყვნენ. ჰეი, რაიდერ! ვინმე? ხომ, სად ხართ? კარგი. ჩვენ ნამდვილი ჩეისის მანქანით წეირნობთ. კარგი, მაგრამ არანაირი ლეკვები არ ჩანს, ბიჭებო. მაგრამ მე ხედავ უამრავ გაჯეტს და ამ კარგ ლეკვების პაცსაც. ძალიან მომწონს. და აქ ბევრი ღილაკია. ვა, ბიჭებო, რაღაცა წინ. არა, გაჩერდით. ეს ჭიხს გავს. ვერ შევძლებს წინ წასვლას. ბიჭებო, ეს ძალიან ცუდი ამბავია, რომ რაიდერი და მარშალი ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ჩეისის მანქანა ვიპოვეთ. ძალიან მიყვარს ეს. უნდა მოვიკრიბოთ ხურადღება, რადგან ლეკვები უნდა ვიპოვოთ. შეიძლება ეს პოპ-პადი უნდა გამოვიყენოთ, რომ დაურეკოთ ვინმეს, ვისაც აქამდე არ დაურეკეთ. ჩეის დაურეკეთ და ვიპოვეთ. ასე რომ შეიძლება ეს რაღაც კიდევ დაგვეხმაროს. კარგი, მოდი გადავწყვიტოთ. ეხლა დის შეიძლება დაურეკოთ. ვიცით, რომ მარშალი დაკარგულია. მაშ, იქნებ რაბლს დაურეკოთ. ის ძალიან ძლიერი ბიჭია, ასე რომ შეიძლება დაგვეხმაროს. კარგი, დავიწყოთ ზარი. ვურეკავთ მას. ვურეკავთ რაბლს. რაბლი, გამარჯობა, როგორ ხარ? ჩვენ შენი დახმარება გვჭირდება. დავკარგეთ რაიდერი და ვერ პოულობთ მარშალს. რას გვირჩევ? თქვენ უნდა შეაგროვოთ 5000 მოწონება. ვაუ, უნდა მივახციოთ 5000 მოწონებას. და შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ ძიება. ასე რომ, მოიწონეთ ეს ვიდეო ახლავე. მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ამის შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ უნიკალური ჩეისის მანქანით რეალურ ცხოვრებაში სეირნობა და ვიპოვოთ ყველა სხვა ლეკვი. კარგი მეგობრებო, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო რაც შეიძლება მალე და იქნებ სხვა მანქანებიც ვიპოვოთ. კარგი, წავიდეთ. კარგი, მალე გნახავთ ბიჭებო. არ დაგავიწყდეთ გამოწერა. მალე გნახავთ. ნახვამდის.